ქართული ოცნების პროპაგანდას, რომელსაც ტრამპის გაპრეზიდენტებაზე აგებს საფუძველს. ქართული ოცნების პროპაგანდას, რომელსაც ტრამპის გაპრეზიდენტებაზე აგებს საფუძველი სულ უფრო ეცლება რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონისგან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუანონსა, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ისმის. ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე არწმუნებს ოცნებას, რომ მათი წარმოდგენები თითქოს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში მასთან ურთიერთობების დაალაგებას შეძლებს მცდარია. მიზეზი კი მარტივი და ცხადია: მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ, ასევე შეუგუებლობა რუსული თუ ირანული ავტორიტარიზმისადმი. სანქციები კიდევ იქნება და ნათესავებსაც შეეხებათ. ქართველი ხალხის მხარდამჭერი მეგობარი აქტი კონგრესში ისევ განიხილება, სალომე ზურაბიშვილი კი ერთადერთი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიქმება. ასეთია ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან. რას ნიშნავს ეს გზავნილები? ვრცლად გიორგი კიკაბიძისგან გავიქებთ. ამერიკელი კონგრესმენის განცხადებები საკმაოდ მწვავე და მკაფიოა. ის პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას დონალდ ტრამპის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მიზეზი მარტივია: ამერიკის არჩეული პრეზიდენტი შეურიგებელია იმ ავტორიტარებთან, ვინც თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან. ინტერვიუში ტრამპის მოკავშირე კონგრესმენი ამბობს, რომ ამერიკაში არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ივანიშვილის რეჟიმი პუტინის გავლენის გამავრცელებელია. ამავე ინტერვიუში ჯო უილსონი მილიარდერ ივანიშვილს სადამსჯელო ღონისძიებების ახალ პაკეტს და კიდევ უფრო მძიმე პაკეტს უანონსებს. ვიმედოვნებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა პუტინის ჩარევის აღკვეთა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. ამას დღეს ყველა იაზრებს ამერიკაში, ბაიდენის ადმინისტრაციაშიც კი. არის აღქმა, რომ საქართველოში არსებული ვითარება რუსული ჩარევის შედეგია, რაც ჩვენთვის ტრამპის მხარდამჭერებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. შეიქმნა განწყობა, სადაც ისმის კითხვები საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მათ აღიქვამენ როგორც პუტინის გავლენის გამავრცელებელ ძალას. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მარცხს იგემებს საქართველოშიც. სირიაშიც ხელი მოეცარა, მისი გლობალური წარუმატებლობის სია თანდათან იზრდება. სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ ოცნებასთან გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ სანქციებიც გაგრძელდება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ვფიქრობ, მათ ყოვლად მცდარი წარმოდგენა აქვთ დონალდ ტრამპზე. ის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. მართალია ტრამპი მოლაპარაკებების მომხრეა, მაგრამ როცა ხედავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, გადამწყვეტად მოქმედებს. ჯო უილსონი ამბობს, რომ ამერიკაში ისმის კითხვები საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის უილსონის ეს ფრაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ეხმარება იმ ხალხის ბრძოლას, ვინც ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით ახალი არჩევნების მიღწევას ცდილობს. მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გაძლიერდეს წნეხი ოლიგარქის რეჟიმზე და ის სრულ იზოლაციაში მოექცეს. პოლიტიკოსების თქმით, ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორების თვალში პუტინის მოკავშირედ საბოლოოდ მაშინ ლინდა, როდესაც არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოს საგარეო კურსის შეცვალა და ევროინტეგრაციაზეც საბოლოოდ უარი თქვა. კაფეოა პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არანაირი შანსი ქართულ ოცნებას თვითმარქვია რეჟიმს არ აქვს, რომ სხვა გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა ნახოს ამ ვითარებაში, რაც უფრო დააგვიანებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო მძიმე იქნება მათი ხვედრი, მაგრამ თავარი ალბათ ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი სანქციების მოყვება ამ ყველაფერს, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. თუ ასე რეალობიდან მოწყვეტილ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს გადავდგავს, ძალიან მძიმე ხვედრი ელოდება. მაშინ მესამე სცენარით შეიძლება გამვითარდეს მისი გზა, რომ მას უბრალოდ მოუწიოს დაჩქარებად ქვეყნის დატოვება რაღაც მომენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ მივდივართ უფრო მეორე სცენარისკენ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რიგარეში არჩევნები ინიშნება, ახალი წესებით და პირობებით, სადაც ქართულ ოცნებას შანსი აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. მესამე სცენარი კი ნიშნავს, რომ უბრალოდ ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად გარბის ამ ქვეყნიდან და მაშინ სრულიად ახლიდან ვატარებთ ყველაფერს. 27 დეკემბერს, როცა სრულიად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შობის დღესასწაული და იქ არაფერი სხვა არსებობს, ყველა პრეზიდენტიდან დაწყებული და რიგითი მოქალაქე დამთავრებული შობის დღესასწაული როგორ აღნიშნოს, როგორ ესე იგი მაქსიმალურად თავის ახლობლების წრეში მეგობრების როგორ საჩუქრე და ამ დროს 27 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თქვეს, რომ შობაც გადადეს, დღესასწაულები გადადეს და საქართველოსთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოიცალეს, რომ ეს სანქციები მისთვის დაედოთ. ანუ ძალიან სერიოზული
სერიოზულად არიან განწყობილი ამერიკელები და ეს სანქცია როცა ბიძინა ივანიშვილს დაადეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩინოვნიკი, რომელიც არის ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენელი, ვერცერთი მშვიდად ვერ იქნება. ჯოლსონი ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვა სოციალური ქსელითაც აფრთხილებს ამერიკას სანქციებს დაუწესებს და ჩვენს ქვეყანას ჩამოაშორებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომელიც თავს ესხმის თავისუფლებას. კორუმპირებული ბავშვები და ბიძაშვილები არის სიამოვნებენ ჩვენს დიდებულ ერში ცხოვრებით, როცა მათი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილას ამერიკა უნდა დავაყენოთ, წერს კონგრესმენი პლატფორმა X-ზე. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება, ესეც უილსონის სიტყვებია. ტრამპის მოკავშირე კონგრესმენის ადრესატები სავარაუდოდ ბიზნესმენები არიან, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ოლიგარქთან თანამშრომლობენ და მისი რუსული რეჟიმის გაძლიერებასაც ემსახურებიან. თუ თქვენ კორუმპირებული ქართული კოშმარის ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით. არა ფული, არა მგზავრობა, წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.